Იუსტიციის მინისტრ თეო ლუკიანის ვიზიტი ამერიკაში გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექციის თემა საქართველოში სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმები იყო. შეხვედრას ჰარიმანის ინსტიტუტის ასოციაციის წევრი ლინკოლ მიჩელი უძღვებოდა. მიჩელის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტი უჭირავს, რადგან მისი უშუალო საქმიანობა საქართველოში სამართლის სისტემის მოწესრიგებას და სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება. იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მართლმსაჯულების სისტემა, რაც ცვლილებები განხორციელდა შრომის კანონმდებლობაშიც. თეო ლუკიანმა ისაუბრა ასევე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე, პროკურატურის რეფორმასა და მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ კომისიაზე. მოხსენების დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას შეკითხვებსაც უპასუხა. ეს იყო რეალურად არჩევნების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ გვექნება სრული მხარდაჭერა იუსტიციის დეპარტამენტისგან ამერიკაში, რომელიც ჩვენი ახალი პრიორიტეტების და მიხედვით აღმოგვიჩენს და დაგაგრძელებს დახმარების აღმოჩენას იმ დიდი რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებსაც ჩვენ გეგმავთ, მათ შორის ნაბიჯსაჯულთა ინსტიტუტის საპროცესო შეთანხმების და აგრეთვე განრიგების მექანიზმთან დაკავშირებით. კოლუმბიის უნივერსიტეტში საუბრის მთავარი თემა იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, ახალი მთავრობის გეგმები, მის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები იყო. ეს იყო ძალიან ინფორმაციული შეხვედრა, რომელსაც უამრავი სტუდენტი დაესწრო. ჩვენი საუბარი განსაკუთრებით საინტერესო ახლა, როდესაც საქართველო რთულ პერიოდს გადის. დამსწრე საზოგადოებას მრავალი კითხვა ჰქონდა. კითხვის დასმის მსურველების მთელი რიგი დადგა, რაც აქტუალობის სირთულის მანიშნებელია. ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ძველი რეჟიმი დანაშაულთან არის დაკავშირებული და შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია. ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ნაწილში საქართველოში შექმნილ ვითარებას სხვაგვარად ხედავენ და ყოფილი რეჟიმის წევრებს კრიმინალებად ართვლიან.